რატომ ცდილობდა საქართველოს ხელისუფლება პოლონეთის ელჩზე გავლენის მოხდენას? მარიუშ მაშკევიცი გამოცემა სოვასთან ლაპარაკობს გავლენის მცდელობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მის პოზიციაზე, რომელიც სტალინს ეხებოდა. ლაპარაკია დიპლომატის 2 წლის წინანდელ მოწოდებაზე გორში სტალინის მუზეუმის დახურვის შესახებ. დიპლომატი იხსენებს არაფორმალურ კომუნიკაციას საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლებთან. სამინისტრომ სცადა ჩემთვის ადგილი მიეჩინა, მაგრამ ვუთხარი ძალიან უხეში სიტყვა, რომ ამ თემაზე არ ვილაპარაკებდი, ამბობს ელჩი სოვასთან. დიპლომატი დეტალებზე აღარ ლაპარაკობს, თუმცა ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში არ დაუბარებიათ. 2 წლის წინ რონდელის ფონდში სიტყვით გამოსვლისას მარიუშ მაშკევიჩმა ილაპარაკა რთულ ვითარებაზე, რომელშიც პატარა საქართველო აღმოჩნდა დიდი მეზობლის გვერდით. მან სთხოვა ქართველ მეგობრებს განეხორციელებინათ სიმბოლური ჟესტი და დაეხურათ სტალინის მუზეუმი გორში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სცადა ჩემთვის ადგილი მიეჩინა, მაგრამ მე ვთქვი ძალიან უხეშად, რომ ამ თემაზე არ ვაპირებ საუბარს განმარტების გაკეთებას. კატინში დაიღუპნენ ქართველი ოფიცრებიც, რომლებიც მსახურობდნენ პოლონეთის არმიაში. ეს პრობლემაა, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ დისკუსიას. ეს არ არის რელიგიური გრძნობების ან ემოციების პრობლემა, რომ მე რაღაც დელიკატურს ვეხები ან ვინმეს ვაწყენინებ. არა, ეს უბრალოდ ობიექტური სიმართლეა და ის უნდა მიიღო. ვიღაცებისთვის ეს შეიძლება რთულია, მაგრამ ის უნდა მიიღო უბრალოდ როგორც ავადმყოფობის დიაგნოზი. იყო არაფორმალური შენიშვნები. Я тогда очень деликатно, но послал